ატენის სიონი არქიტექტურული მონუმენტური ხელოვნების ძეგლი ქალაქ გორიდან 12 კილომეტრში. მდინარე ტანის მარცხენა ნაპირას, ფრიალო კლდის კიდეზე საყრდენი კედლით გამაგრებულ ბაქანზე დგას. ძეგლი მე-7 საუკუნის პირველი ნახევრით თარიღდება. 1978-75 წლებში რესტავრაცია ჩაუტარდა და გამაგრდა ტაძრის ფასადის ქვედა მონაკვეთები და გუმბათის სახურავი. 1993 წელს კი შენობა გადაიხურა ქვის ლორფინებით. ტაძარი ტეტრაკონკის ტიპის ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა. ნაგებია მომწვანო მონაცისფრო ქვიშაქვის თლილი კვადრებით. ტაძრის კედლებზე შემორჩენილია სხვადასხვა დროის ქართული, ასომთავრული უნიკალური წარწერები და მინაწერები, რომლებშიც მოხსენიებული არიან ისტორიული პირები, მოცემულია თარიღები და ცნობები. ინტერიერი მთლიანად მოიხატა მე-11 საუკუნის მეორე ნახევარში. გაირჩევა რამდენიმე მხატვრის ხელი, გუმბათის მხატვრობა ფრაგმენტულადაა შემორჩენილი. კამარაში ჯვარი, გუმბათის ხელში წინასწარმეტყველები, ტრომპებზე მახარებლები, მის ნახევარწრეებში კი 64 მდინარის პერსონიფიკაციებია წარმოდგენილი. საკურთხევლის აფსიდის კონქში გამოსახულია ღვთისმშობელი ნიკოპია, ბემის კამარაზე ქრისტე ღვთისმპყრობელი და 4 წინასწარმეტყველი. აფსიდის კედლებზე 12 მოციქული, ცენტრში პატარა ჯვარი. ბათქაშის ჩამოცვენის შემდეგ ქვის ზედაპირზე გამოვლინდა უძველესი დეკორის ფრაგმენტები. გაირჩევა პირველ ფენასთან ქრონოლოგიურად ახლომდგომი უფრო გვიანდელი დეკორი, რომელიც არაუგვიანეს მე-8 საუკუნის პირველი ნახევრით თარიღდება.